უმრავლესობის ხდომის შედეგებით ვიწყებთ გამოშვებას, ხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა და განცხადებას ვრთავთ პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით. როგორც ცნობილია, თქვენთვის და საზოგადოებისთვის მომავალ კვირას 3 თებერვალს იწყება საგაზაფხულო სესია, ახდება საპარლამენტო სასესიო ცხოვრება. ასე რომ ტრადიციულად ჩატარდა დღეს უმრავლესობის ხდომა აქ პარტიის ცენტრალურ ოფისში, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქართული ოცნების პარტიის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი კობახიძე. უმრავლესობის ფორმატში გავიარეთ სხვადასხვა საკითხები, სხვადასხვა მიმდინარე საკითხები, ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომელიც ძალიან აქტუალური იქნება საგაზაფხულო სესიის დროს საპარლამენტო საქმიანობის კუთხით, მათ შორის რიგი საკანონმდებლო ცვლილებები, ვისაუბრეთ რიგი საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც მივიღებთ საგაზაფხულო სესიის განმავლობაში. პირველ რიგში მინდა წარმოგიდგინოთ საკანონმდებლო ცვლილებები და მინდა გესაუბროთ ამ ცვლილებებზე. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გასული 5 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის რამდენიმე მცდელობა. რევოლუციურ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც ადგილობრივი რადიკალური ოპოზიცია, ისე უცხოეთიდან დაფინანსებული ეგრეთ წოდებული NGO-ები. საბედნიეროდ სახელმწიფომ რევოლუციის ყველა მცდელობა წარმატებით აღკვეთა, რაშიც უმნიშვნელოვანესი წვლილი განხორციელებულმა საკანონმდებლო ცვლილებებმა, მათ შორის უპირველეს ყოვლისა გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობამ შეიტანა. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს უცხოელი არაკეთილმოსურნეების როგორი წინააღმდეგობა მოჰყვა გამჭვირვალობის შესახებ კანონის პირველ რედაქციას, რომელიც ერთადერთ რამეს უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ების მიერ ყოველწლიურ ფინანსურ დეკლარაციების წარდგენას ითვალისწინებდა. დადასტურდა, რომ როგორც კონკრეტულ უცხოელ დონორებს, ისე მათ აგენტურას დასამალი ბევრი ჰქონდა. საბედნიეროდ ქართულმა საზოგადოებამ მალევე გაარჩია სიმართლე სრულ პროპაგანდისგან და ხელისუფლებამ უაღრესად მნიშვნელოვანი კანონი წარმატებით დაამტკიცა. მას შემდეგ მოვლენები გლობალურ პოლიტიკაში დინამიურად განვითარდა. საქართველოს შემდეგ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები ერთმანეთის მიყოლებით არაერთმა ქვეყანამ მიიღო. მათ შორის იყო საფრანგეთი, თურქეთი, სერბეთი და სხვა. საზოგადოება კარგად ხედავდა, რომ საქართველოში რევოლუციურ პროცესებს USAID, NEDI, EID და სხვა უცხოური ფონდები აფინანსებდნენ. ამ ყველაფერს ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ საბოლოოდ ახადაფარდა, როდესაც მან ამერიკული ფონდების სხვადასხვა ქვეყანაში რევოლუციების მოწყობასა და სისტემურ კორუფციაში ამხილა და ამ საფუძვლით დახურა. დღევანდელი მოცემულობით უცხოეთთან საქართველოში არეულობის ძალადობისა და რევოლუციური პროცესების დაფინანსება მნიშვნელოვნად არის გართულებული. თუმცა პრაქტიკაში ვხედავთ, რომ კვლავ რჩება გარკვეული მექანიზმები, კანონების გვერდის ავლის გზები, რომელთა გამოყენება ჩვენს ქვეყანას უდიდესი ძალისხმევის შედეგად შენარჩუნებული მშვიდობის, სიმშვიდის, ეკონომიკური წინსვლისა და კეთილდღეობის დაკარგვად შეიძლება დაუჩნდეს. სწორედ ამიტომ ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის წინაშე არსებული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით შეგვაქვს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიხედვით ცვლილება შედის გრანტების შესახებ საქართველოს კანონში. კერძოდ, ზუსტება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა აგრეთვე ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნოტარიული ფორმით ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენის რწმენით, ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას, რომელიც მიმართულია საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ. აგრეთვე ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობიდან გამომდინარეობს. ასეთი გრანტის მიღება პირსხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი ნებართვით შეიძლება. კანონით გინდება იმ სხვა სახელმწიფო იურიდიული პირის ცნება,
რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას. განისაზღვრება, რომ ამგვარმა იურიდიულმა პირმა გრანტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის შემდეგ შეიძლება მიიღოს. მაგალითად, საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციას, რომელიც საქმიანობას არსებითად საქართველოში ახორციელებს, მოუწევს დაფინანსების მისაღებად მიმართოს საქართველოს მთავრობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სისხლის სამართლის წესით დაეკისრება პასუხისმგებლობა. ზუსტება გრანტების განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად აგრეთვე მიიჩნევა ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსები, რომლის სანაცვლოდ გრანტის მიღები ტექნიკურ დახმარებას ახორციელებს, ტექნოლოგიების, სპეციალიზებული ცოდნის, უნარების, ექსპერტიზის გაზიარების, მომსახურების ან და სხვა სახის დახმარების ფორმით. შესაბამისად, თუ უცხოური ძალა ფულის სანაცვლოდ საქართველოში ექსპერტებს დაიქირავებს, ეს ფული გრანტად ჩაიცვლება და ამ გრანტის გაცემას საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა დასჭირდება. თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის წარმომადგენლობა, ფილიალი განყოფილება გრანტს მათ შორის იმ იურიდიული პირისგან იღებს, რომლის ფილიალიც ის არის, ამ ფილიალის გრანტის მისაღებად საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობა ესაჭიროება. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ამ ფილიალის მიერ გრანტის თანხმობის გარეშე მიღება გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ჯარიმის სახით უკანონო მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით. სისხლის სამართლის კოდექსში განსახორციელებული ცვლილებების მიხედვით გრანტების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, შესაბამისი დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე. სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლს ემატება დამამძიმებელი გარემოება. კერძოდ, ფულის გათეთრება საქართველოს პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების მიზნით გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. კანონპროექტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება ასევე იმ პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელ თანამდებობის პირს, რომელიც დაარღვევს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონს. კერძოდ, მიიღებს უცხოურ დაფინანსებას, ეს დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით 300-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე. სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. კერძოდ, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის ან იურიდიული პირისთვის საქართველოსთან დაკავშირებულ პოლიტიკურ საკითხებზე აქტივობის განხორციელების სანაცვლოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე უპირატესობის პირდაპირ ან არაპირდაპირ გადაცემა გამოიწვევს ჯარიმას. საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ასევე 300-დან 500 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 6 წლამდე. პოლიტიკური პარტიის წევრობის შეზღუდვასთან დაკავშირებული ცვლილება ხორციელდება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანულ კანონში. კანონპროექტით განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის წევრობის დაუშვებლობის საფუძველი, კერძოდ, პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულებით არის დასაქმებული იმ ორგანიზაციაში, რომლის წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტი მიღებულია უცხოური ძალისგან, ეკრძალება პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში. პოლიტიკური პარტიის წევრის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს განახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ჩანაცვლება ტერმინით გაცხადებული პარტიულ პოლიტიკური მიზნის მქონე, რაც უზრუნველყოფს სამართლებრივი რეგულირების შინაარსობრივ დაზუსტებას, გაფართოებასა და მის ეფექტიანობის ზრდას. კანონმდებლობით გათვალისწინებული ის შეზღუდვები, რაც განსაზღვრულია პოლიტიკური პარტიისთვის, გავრცელდება აგრეთვე განცხადებული პარტიულ პოლიტიკური მიზნების მქონე სუბიექტზე. უცხოური დაფინანსების მიღების შემთხვევაში განისაზღვრება პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი პირისა და განცხადებული პარტიულ პოლიტიკური მიზნის მქონე სუბიექტის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. მეწარმე სუბიექტის საჯარო პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება. ადმინისტრაციულ სამართალდაღოვათა კოდექსში დგინდება ახალი ადმინისტრაციული სამართალდაღოვა მეწარმე სუბიექტის მიერ ისეთ საჯარო პოლიტიკური აქტივობის განხორციელებისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. ამ სამართალდაღოების ჩადენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური მეწარმე სუბიექტს დააჯარიმებს 20,000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით და ყოველი შემდგომი ჩადენის შემთხვევაში 40,000 ლარის ოდენობით.
ეს იყო მეგობრებო, რაც შეეხებოდა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც დღეს განხილული იქნა უმრავლესობის თომაზე. ასევე ჩვენ განვიხილეთ ის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც კარგად ახსოვს ჩვენ საზოგადოებას ცოტა ხნის წინ, რაც დაინიცირდა ბატონის ინიციატივა, ბატონი პრემიერ-მინისტრის ფასების შემსწავლელ კომისიასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს კომისია შეიქმნა სამთავრობო დონეზე. მთელი საზოგადოება ძალიან კარგად და ღიად აკვირდება თუ რა პროცესები მიმდინარეობს და როგორ მიდის, ესე ვთქვათ, შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან. ასევე ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის, რომ გაიზარდა, ესე ვთქვათ, ის წრე, ესე ვთქვათ, დარგების, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს და ამას დაემატა რომლის ფასების შესწავლაც მიმდინარეობს და ამას დაემატა მედიკამენტების ფასები, ანუ ფარმაცევტიული განხრა და ასევე დაემატა საწვავის ფასები. როგორც გახსოვთ და საზოგადოებას როგორც ახსოვს, შევახსენებ, ჩვენ მყისიერად გამოვეხმაურეთ თავის დროზე პრემიერ-მინისტრის ამ უმნიშვნელოვანეს და ძალიან დროულ ინიციატივას ფასებთან დაკავშირებით და ჩვენ როგორც კი დაიწყება საგაზაფხულო სესია დარეგისტრირდება ბიუროზე საკითხი კომისიის დროებითი ფასების შესწავლილი კომისიის შექმნის თაობაზე და ალბათ უახლოეს ყველაზე სწრაფ პერიოდში რაც შეიძლება პროცედურულად ეს კომისია დაიწყებს უკვე პარლამენტში მუშაობას, რაც იქნება საჯარო, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ფრაქცია ქართული ოცნების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ასევე იქნებიან ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, საპარლამენტო ჯგუფები მაქვს მხედველობაში, ხალხის ზალა, რველი სოციალისტები, გახარიას პარტია და საზოგადოება პირდაპირ ეთერში ღიად და ნათლად დაინახავს იმ პროცესს, რასაც ქვია იკვლევის პროცესი, რომელიც დარწმუნებული ვართ კიდევ ერთხელ ხაზგასმით ბიზნესთან ერთად გავალთ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებზე. ეს კომისია იქნება სამთვიანი, სადღაც აპრილის ბოლოს, ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოსთვის უკვე უნდა გქონდეს გარკვეული შედეგები და დაახლოებით სამთავრობო კომისიაც რაღაც ამ ფარგლებში მუშაობს. ასე რომ ძალიან საინტერესო პროცესებია წინ და სულ ეს იყო ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც იქნა განხილული დღეს უმრავლესობის თომაზე. კითხვების შემთხვევაში მზად ვარ უპასუხო. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ნანუკა თინიკაშვილი, ტელეკომპანია იმედი. მაია სანდუს ნარატივზე გკითხავთ, მოლდოვის პრეზიდენტმა საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებულ ქვეყანად გამოაცხადა, რას ნიშნავს მისი ეს გზავნილი? ცოტა კომიკურია ქალბატონი სანდუს მხრიდან მისი ძალიან ახლო წარსულს რო გადავავლოთ თვალი და არ წავიდეთ რაღაც შორეულ მის განცხადებებში და მის ქმედებებში. ეს არის ქალბატონი, რომელიც ოფიციალურად აუქმებს და მისი განცხადებებით და ქმედებებით გააუქმა თავის ქვეყანა და თავის ქვეყნის სუვერენიტეტი. ხა ესეთი ადამიანი, როდესაც სუვერენულ დამოუკიდებელ ქვეყანაზე აკეთებს ესეთ განცხადებას, უბრალოდ ანეკდოტური პასაჟია ეს ყველაფერი. ძალიან კარგად ხედავთ, ვინ არის და რა ძალას წარმოადგენს ის თავის ქვეყანაში. და დარწმუნებული ვარ თავის ქვეყანაში მოვა დრო და მას და მისნაირ ძალებს და მათ პატრონებს გაეცემათ შესაბამისი პასუხი მხოლოდ განცხადებისთვის და არა მხოლოდ ქმედებისთვის, რასაც თავის ქვეყანაში აკეთებს, რასაც თავის ქვეყანას უკეთებს. ასევე ჰელსინკის კომისიაში დაგეგმილი მოსმენა